ქმაურის ზუგდიდის გამგეობაში რეგიონული განვითარების სამინისტროსა და გაეროს ქალთა ორგანიზაციის ინიციატივით გამართულ შეხვედრაზე არასამთავრობო ორგანიზაცია სამეგრელოს ხმის თავმჯდომარე თენგის ჯგუშია ზუგდიდის გამგებელს და საკრებულოს თავმჯდომარეს დაუპირისპირდა. ჯგუშიამ ადგილობრივი ხელისუფლების პირველ პირებს სოფელ რიყეში ამოღებული წყლის მილების პრობლემის უგულებელყოფაში დასდო ბრალი და ინფრასტრუქტურის მინისტრს საკითხზე სასწრაფო რეაგირებისკენ მოუწოდა. ჯგუშიამ გამგებელს და საკრებულოს თავმჯდომარის სიტყვიერი შეურაცხყოფაც მიაყენა. მინისტრმა კი აღნიშნა, რომ არსებული ინფორმაცია წყლის მილების ამოღება რამდენიმე თვის წინ თავად მოსახლეობამ ითხოვა და შესაბამისი დოკუმენტაცია ზუგდიდის გამგეობაში ინახება. გამგეობაში კი აცხადებენ, რომ მილები გამოუსადეგარი იყო და მათ ჭაბურღილი შეცვლის. მე მაქვს სრული ლეგიტიმაცია ამ მოსახლეობისგან, რომ ყველა შეხვედრაზე მთავრობის წარმომადგენლებთან ყველა კონტაქტის დროს ეს საკითხი დავაყენოთ მწვავედ და არ მოვეშვათ ამ საკითხს მანამ სანამ არ აღდგება ეს სასმელი წყლის მილები უსწრაფეს პერიოდში და არ იქნება გამოძიებული და კანონის სრული სიმკაცრით არ დაიჯერებიან ის დამნაშავეები, რომლებმაც ეს ჩაიდინეს. რადგან დაისვა ეს საკითხი მე მოვიკითხავ ინფორმაციას, თუმცა გამგებლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დგინდება, რომ მოსახლეობის გარკვეული ნაწილის მოთხოვნა ყოფილა თავის დროზე და ამასთან დაკავშირებით დოკუმენტაცია დევს გამგეობაში. ამიტომ ამოვწევთ ამ დოკუმენტაციას, შემდგომ რა რეაგირება მოყვა ამ ყველაფერს და თუ ეს სამართალდამცავების საკითხი, ესეთ შემთხვევაში რასაკვირველია სამართალდამცავებს გადაეგზავნება.